ალბათ მეგობრებო, როგორც ყოველთვის ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება და კარგი განწყობა. ჩვენ კიდევ დავიწყოთ ეს არც ლიტერატურაზე, არც პოლიტიკაზე, არც ცხოვრულ ამბებზე ვილაპარაკებთ, უბრალოდ გავიაროთ და დავტკბეთ. ზოგი დათქმება, ზოგს მოეწონება, ზოგს არ მოეწონება, ზოგი იტყვის რა არის ესა მომაბეზრებელია, მაგრამ ვინაიდან ჩვენებურად გაჩვენებთ ტრაილერი ძღოლის ცხოვრების ნიუანსებს, სიტუაციებს, სად უწევს მას სიარული, რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს, რასაც მე ვაკეთებ ყოველ შემთხვევაში გამომდის თუ არ გამომდის, არიან ადამიანის მოსწონთ, ზოგს არ მოსწონთ, ეგ არის რა. ის არის რაც არის. არც იქით, არც აქით. ჩვენ დღეს ვაჩვენოთ ის, რასაც დავინახავთ. ერთადერთი საინტერესო ის არის, რომ მახსოვს ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა მითხრა, ის ადგილი გვაჩვენეო, სადაც სამი შტატი ერთ ადგილას ერთიანდებაო რა, ერთი ადგილი, სადაც სამივე შტატს უყურებ რა. და ზუსტად ამ ადგილას მოვდივართ, ეხლა მე არიზონას ვამთავრებ. მე იუტას გადავკვეთა და იუტადან გადავკვეთა ნევადას. ასეთი წერტილია, ასე თქვათ, როგორ გითხრათ იცი, აი, ყველას გეცოდინებათ ჰუვერის კაშხალი, ჩვენ ადრე გვაკეთებული კაშხალზე ვიდეო, მაშინ ვიდეო დამიჯდა და ბოლომდე კარგად ვერ გადავიღე. და ალბათ თუ ჩამივარდება ვარიანტი მაგ კაშხალზე, აუცილებლად მოვხდებით. და აი კიდან ასე ვთქვათ, იმ ადგილას ჩვეულებრივად ეხლა როგორც დავიწყე ლაპარაკი, რომ აი რასაც ხედავთ, რასაც უყურებთ, აი ამას გაჩვენებთ და იმ ადგილას ვიქნებით, სადაც ეს სამი შტატი ერთმანეთს კვეთავს. თავისთავად ჰუვერის კაშხალზე ზემოდან გადავხედავთ. ეხლა ბევრს არ ვილაპარაკებ, ბევრ ჩემ აზრებს არ გადმოვცემთ, უბრალოდ თქვენთან ერთად გადავხედოთ აქაურ ლანდშაფტს, ბუნებას, რასაც ჩვენ უყურებთ. ყოველ შემთხვევაში მძღოლები და მძღოლების საშუალებით, მძღოლის თვალით თქვენს გაჩვენებთ აქაურ გარემოებას. თავისთავად თქვენს ახლა განებული შინაგანი ფიქრები მოგივათ. ეხლა ზოგადად ლამაზია, ხო? ეს მთები, ბუნების საოცრება, სიმშრალე, სიცხე, მაგრამ სასარგებლოა თუ ახლა როგორ არის სილამაზე რა არის, ხო? სილამაზე ბუნებას და მთებს რო უყურებ, გაძლევს რაღაც ესთეტიკურ სიამოვნებას და მეტი არაფერს არ გაძლევს, ხო? აი მე რო იწყებ ფიქს, აი რა სასარგებლო აქვს ამ სილამაზეს, ამ ბუნებას, აი მანდ უკვე ცოტა სხვანაირი აზრები მოდის. არ ვიცი ახლა მაგაში ვერ ჩამოყალიბდები, ყოველ შემთხვევაში მე პირადად არც მიფიქრია სილამაზე სასარგებლოა თუ არ არის სასარგებლო, ეს თქვენთვის მომიდია და უბრალოდ აი ესე ხშირად ვამოთხოვთ დავტკბეთ ამ ლანდშაფტით, ამ გადახრული ბუნებით კი ვამბობ, მაგრამ ახლა კითხე ადამიანის უნდათ ასეთი ბუნების დათქმებიან, ასეთი ბუნების ყურებით. აქედან გამომდინარე მეც თავს ვიზღვევ და უბრალოდ გაჩვენებთ იმას, რასაც უყურებთ მძღოლები მოძრაობის დროს. თავისთავად ასეთ ადგილებში რომ მოდიხარ ფიქრობ სამყაროზე, სამყაროს შემქმნელზე. მე ფიქრებს გეტყვით, რას ფიქრობ ხოლმე ამ დროს, ან ფიქრობ, ვაიმე ახლა აქ რომ მანქანა გამიფუჭდეს, რა მეშველება, როგორ მივალა, ვაიმე რა სიცხეა, ამ სიცხეში ხალხი როგორ ცხოვრობს. მე ფიქრობ, აქ ცხოველები ცხოვრობენ, არ არის, თავისთავად გაგახსენდება, რომ აქ არის გველები და მურიელები. შეიძლება არც აფიქრობ რა, მარტო რას უყურებ და შენ
პირად ფიქსებზე ფიქრობი ოჯახზე, წამოსვლის მიზნებზე, თანხებზე და ასე შემდეგ. ნუ კიდე არ გინდა ფიქრები მაინც მოგივა, გააჩნია რა კუთხით მიუდგები ამას ყველაფერს. შეგახსენებთ ასეთი ჰუერის კაშხალია, ეს 30-იან წლებში ააშენეს და ერთ-ერთი ამერიკის ტურისტულ მარშრუტში ერთ-ერთი მთავარი ძირითადი სანახავი ადგილია. მაშინ ინჟინერული ტექნიკიდან გამომდინარე მოგეხსენებათ ეს კაშხალი წყალი გროვდება, მერე ეს წყალი ეცემა ტურბინებს და გენერატორებს, იქიდან დენი წარმოიქმნება და ეს დენი მერე ნაწილდება დასახლებულ პუნქტებში და საკმაოდ საინტერესოა საინჟინრო ამბავში, სირთულეებია ძალიან ბევრი. და უბრალოდ ეს ფიქრები, რომ ახლა აქ ცხელა ძალიან და წარმოგიდგენთ იქიდან უშები მოიყვანეს, ადამიანები მოიყვანეს და იმ სიცხეში და იმ მithumetes ახლა ხო ტექნიკა ძალიან ტელეფონი და უფრო განვითარებულია და მაშინ არის ეს ყველაფერი განვითარებული, მაგრამ ააშენეს ესეთი საოცრებად ჩათვალეს ეს ჰუერის კაშხალი და მართლა ეგზოტიკური და სამფერტავია. თუმცა მერე უკვე ემბურხეს იმათ ნეპრო საბჭოთა კავშირმაც რო დაიწყო მერე აშენება ამ ჰიდროელექტროსადგურების უკვე შეეჯიბრენ კიდევ შეიძლება უფრო მასშტაბური და უფრო ენერგიის სიმძლავრის კაშხალები აშენდა საბჭოთა პერიოდში. აგერ ჩვენზე ემბურხესი ძალიან სასწაული ტექნიკური დამახასიათებელი ნიშნებით არ ჩამორჩება ამ ჩამორჩება კი წინაც არის. საერთოდ საქართველოში რომ მოხდებით ეს ემბურხებს უნდა წავიდეთ რა. ერმა არ ვიცით ხომ იცი მართლა წარმატებები ბევრია რატომაც ეს საბჭოთა კავშირის პერიოდს სულ მინუსები და უარყოფითად უყურებენ, მაგრამ ინჟინერულ ამბავში სულ არ ჩამორჩება აქაურ სიტუაციას რა. ეს უკვე სხვა სალაპარაკო თემაა, დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ იმას, რას ხედავთ და აი სადაც ახლა ჩვენ კაშხალს ალბათ ზემოდან გადავხედავთ, სადაც იქნება კაშხალი, ის იქნება სამი შტატის წერტილი, სადაც სამივე შტატს გადახედა რა ასე რომ ვთქვათ. მახსენდება აქ რომ მოდივარ, ალბათ ჩემი მონოპოლი და გახსოვთ მე მაშინ ვიდეოს ვიღებდი იმაზე კაშხალზე და ის დამიჯდა რა ქვია იმას. ბატარეიკა და წავედი უკან დავბრუნდი, მე უკან დავბრუნდი სიბნელეში და ეს მეცინება ჩემ აი შიშტერეზე. ესე იგი ამ მოვდივარ ახლა იმაში. ღამე ის იმედით რომ კაშხალთან მივარ, მაგრამ ვერ მოვტვინე ახლა რა გიდა ღამე ეს ეფექტი არა, მაგრამ ისე მინდოდა მოვდივარ და უცბად ეს ტაშტების ხმარო ის უკვე ტაშტი რომ დავარდება და რომ ხმაუროს ასეთ ხმაურ და დავინახე და გველი ესე წამოვხტარი 1 მეტრაზე ეს მაიმე გული გამისკდა აქ დიდი ის არის გველი რა ქვია იმას მახჩოისა ჭრიალა გველი გამაფრთხილდა და ვაი ისე ავხტი იმხელა მეტრაზე გამოვიქეცი მეთქეთ იმასო ჩემთვის ეკმინა და აი აქ რა უნდა გამეკეთებინა რა ვიცი და მე შემხვდა ერთი მოდიოდი უკან და შემხვდა ერთი კაცი და აქ რა გინდაო და მეთქი აი გადაღე ხო არ გაგიჟდიო აქ მე ვთხარი გველი ვნახეო გველებს კი არა გველები კი ისე ბული არის ჯიხვები ყოფილან აქ თუნე ძალიან ფლომად და ეს ჯიხვი რომ დაინახავს ადამიანს პირდაპირ მოდის იმაზე ეჯახება რა აი მე გაჯიხვები და ის მინდა მეთქი და რაღაცა მივედი მანქანამდე და
ჩემ თავზე მეციდემოდა რა, მაშინ არ გამოდიოდი მე ხა გველები და ის მინდა ხა ჭიხვები და აქეთ რომ მოვდივარ სულ ეს მომენტი მახსენდებოდა. თან ხო იცით ეს ჭრიალა გველი, დიდი გველი ერთი ყური. მესამე თუ მეოთხე ადგილი უკრავია შხამიანობის მხრივ. და სულ ეს მახსენდება ხომ ეს ადგილები რა. სწორედ ამ ადგილებზე ეს ამბავი რომ დავიმართ. ახლა ცოტა უახლოვდებით ეს კაშხას, არ ვიცი ახლა აქედან დიდი ხიდია და იქიდან ჩანს. და ის არის ფაქტურად სამივე შტატს ეკუთვნის რა. და ამ კაშხაზე გამომუშავებული დენი ძირითადად ლას-ვეგასში მიდის. მაგრამ არიზონას და კალიფორნიამდეც კი კალიფორნიაც კი სარგებლობს აქ გამომუშავებული დენით. აი, ნახეთ, მე ეს გამომუშავება ეს არის აქ დაგროვილი წყალია და ეფექტურია და აქედან ახლა ხიდი იქნება, ნახოთ თუ კარგად გამოჩნდა ჩვენი კაშხალი გამოზრდობაში ეს აი ნახოთ აი ხიდი აქ არის და გავიხედოთ მარჯვნივ აბა გამოჩნდა კაშხალი. აი ხედავთ აი ეს არის კაშხალი. აქ ტურისტები მოდიან ხოლმე ამ ხიდზე და ეგ და აქ უნდა მოვიდეთ ერთ დღეს და გადავიღოთ აქაურობას. აი ეგ ტურისტები. ერთ-ერთი ტურისტული ცენტრია, სამარშრუტო ცენტრია. აი გამახსენდა მე მანქანა იქ დავაყენე და აი ეს მთელი მთები ფეხით გადმოვიარეთ 3 კილომეტრი მაინც და ამე მოვდიოდი ახლა. შტენია რა, ამინდო და ამე ახლა. ახლა Boulder City-ია, Boulder City ეს მერე მუშები ვინც აქ იმუშავა კაშხლის აშენებაზე დასახდნენ Boulder City და იმ Boulder City-ში მომხდა მაშინ რაღაც ტვირთი და აი ჩამივარდა ვარიანტი აქ. ეს ჯერ არა იყო იქ გავაჩერე მანქანა დაჩვენებთ იქ დიდი სასტუმრო და კაზინოა და აი ეს ამთისით ფეხი მოდიოდა აი ეს გზაზე მოდიოდა ხედავთ მაშინ გზაზე მოდიოდა ღამე. ვიცი ეს რო გაინტერესებს ეს პიარეს მეგონა სიბნელეში ვნახავდი მეთქი ამ იმას კაშხალს მაგრამ ჭრიალა გევარმა არის გზის და ჩვენ ახლა მაშინ აი ესე მანქანით ასე გავედი, აი მარჯვნივ შევედი და იქით ხედავთ შენობა, ის არის სასტუმრო და იქ არის პატარა გასაჩერებელი. ცოტა ახლოს მივიდეთ, უფრო კარგად გამოჩნდება ალბათ. მაგრამ აი სასტუმრო აი გზას მოვუხებოდი, თან სიცხე იყო. თან ზამთარში მე ზაფხულში ეს სიგრის საღამოს შედარებით სიგრილე იყო და ეს ეთქობა ის გველი გამოვიდა რომ გაგრილებული იყო ასფალტზე და მე გავეჩიტა რა. აი ხედავთ ის არის სასტუმრო, ვერის ტურისტები მოდიან, იმერეს ტურნები რაღაცები და იქ სადღაც გავაჩერე მანქანა და აი ეს კაშხალამდე ახლა ფაქტობრივად სუპერგეთ გავიარეთ რა. აბა ჩვენ აუცილებლად მოვად თუ ჩემი ვიდეოები ვისაც ახსოვს უნდა ვერ გადავიღე მაშინ და აუცილებლად რაღაცეთი მიზანი მაქვს აქ ეს დიდი ხანი თუ მოვედე გამჩნდები და კარგად ხარისხიერად გადავიღოთ აქაური ამბები და ძირითადად კაშხალი ერთაც ასე ამაყობენ ამერიკელი. მათ ასე ამაყო იყო, იმიტომ ის 30-იან წლებში იყო გაკეთებული და მაშინ ახლა ტექნოლოგია ისე მაღალ დონეზე არ იყო და როცა მექნება საშუალება აუცილებლად ნახავთ. ჩვენ ისე დავუბრუნდეთ ამ ძღოლური ხედვებს.
რომ ხედავს, ну, რასაც მძღოლი ხედავს ამ ადგილებში სიარულის დროს. წითელი მთები. მეკიცა აი ის დაბლობილი წყალი ის კოლორადო მდინარეა მოდის იქიდან კოლორადო და მე მოდის იუტა და ხო იუტა, ნევადა და არიზონა არის ფაქტურად კაშხალის ის ადგილი, სადაც სამი შტატი ისე ვთქვათ ეხება ერთმანეთს. ლას-ვეგასი არის 30 მილში. ნუ ასე თუ ისე რაღაცა საფეჭილება შეგიქმნით, ხო? თუ თქვენ მე მოხდებით ამერიკაში ან თქვა ლას-ვეგასში ან თუ დაიწყეთ მოგზაურობას, ძალეუნებურად თუ გაგახსენდებათ ეს ჩემი ვიდეოც, მეც რა თქმა უნდა სასარგებლო იქნება, რა თქმა უნდა, მეც გამიხარდება. აი ჯიხვები სახათია, ცოცხლები, ნიშანი ჯიხვები. ფულს ეძახიან ინგლისურად. გამოვიარეთ ეს მთები, ეხლა ცოტა გასწორდება და მახავეს უდაბნოში შევერთებით და მოგეხსენებათ მახავეს უდაბნოში არის ეს ქალაქი ლას-ვეგასი. ბოლოს დავადგინე, მაჯავე კი არა, ჟ ესპანურად ყოფილა თურმე ხ და მახავეს უდაბნო, ამიტომ იმედია შემდეგში რომ ამ უდაბნოზე დავიწყებ ლაპარაკს, მაჯავეს არ ვიტყვი, მახავეს. კარგით მეგობრებო, ესეთი ვიდეო გამოგვივიდა ყველაფერზე, არაფერზე და უბრალოდ ფიქრები, ანუ ფიქრები, რაც მოდის ადამიანს მანქანის წარების დროს ამ სივრცეში. ადგილას, სადაც სამი შტატის საზღვარი ერთად არის: იუტა, ნევადა, არიზონა. ჩვენ უკვე ხან ნევადაში ვართ და ცოტა ხანში მივართ ლას-ვეგასში. კარგით მეგობრებო, გემშვიდობებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმედია შეხვდებით საინტერესო ვიდეოებში. ვერტალოტი გვიყურებს, აი მოფრინას რა ხდება. კარგით.